მოგესალმებით, ეს არის გადაცემა სოხუმი თბილისი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ აფხაზეთში მიმდინარე ერთობლივ რუსულ-აფხაზურ სამხედრო მეცადინეობებზე და ზოგადად აფხაზეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. დღეს ჩვენთან სტუდიაში იმყოფება ჩვენი არერგზის სტუმარი, ბატონი ლევან გერაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი. ლევან, მოგესალმებით. მოგესალმებით. ტრადიციულად შევახსენებთ ჩვენს მაყურებელს, რომ გადაცემა სოხუმი თბილისი წარმოადგენს აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის პროექტს და ჩვენი ყურება შეიძლება ყველა პლატფორმაზე, როგორც არის YouTube, Facebook, TikTok. ლევან, რა თქმა უნდა, უნდა ვისაუბროთ ჩვენ აფხაზეთში ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე, სამხედრო პოლიტიკურ მოვლენებზე და დავიწყოთ ძალიან ინტენსიურ ერთობლივ სამხედრო მეცადინეობებზე, რომელსაც ატარებს იქ რუსეთის ადგილობრივი სამხედრო ოლქი. ერთობლივი ცოტა, ესე ვთქვათ, ქართულ ეშოში აფხაზურ-რუსული ერთობლივი, რო ვთქვათ, ცოტა არ იყოს კომიკურია, ხო? იმიტომ ძირითადად რუსი სამხედროები არიან ცხადილი იქ. აფხაზების მონაწილეობა რამდენ პროცენტიანი იქნება ამ ერთობლივ წოთნებში? ვერ გეტყვი. ციფრები არა მაქვს. 5-10 ალბათ დაახლოებით. არა, შეიძლება მეტიც, იმიტომ რომ გააჩნია ხა პირადი შემადგენლობა ვისია და ვინ გადის წრთნას, ახლა ეს ისეთი მონაცემებია, რომელიც პრინციპში საინტერესო არის, საინტერესო არის ის ტურისთვის გასწრის მაინდა-მაინც, ხო? კი, ჩვენთვის, ხო? რისთვის კეთდება? კი, აი ზუსტად ეს მეც როცა წავიკითხე ამაზე ახალი ამბები, რომ საკმაოდ ინტენსიური წვრთნები იყო, რომელიც მიმდინარეობდა რამდენიმე რაიონში, ოჩამჩირე, გაგრა და ასე შემდეგ და ამუშავეს იქ, რა ვიცი, ავიაციას ამუშავეს, ჯავშანი ტექნიკაც ამუშავეს, უპილოტო საფრენი აპარატებიც ამუშავეს და ასე შემდეგ. ცხადი ახლა ლოგიკური კითხვა გამიჩნდა მე და შენც ალბათ, რომ და რა არის მიზანი ამ წვრთნების, რას უპირებენ იმ ხალხს, იმ აფხაზებს, რომლებიც გაწვრთნეს იქ. ეხლა ალბათ ხდება ყველა, ასე თუ ისე საღად მოაზროვნე როგორც სოხუმში, ასევე მოსკოვში, რომ საქართველოს რაღაც ახალი აგრესიის, ომის გაჩაღებას არ აპირებს, ხო, არანაირად. ეს ჩვენზე უკეთიციან ეს. კი ბატონო, ხო, ეს სიგიჟე ალბათ გამორიცხულია თვითონაც. და ხანდახან თუ ამას ლაპარაკობს ვინმე ინერციით ალბათ რომ მაინც შეახსენონ აფხაზებს რომ რუსები უჭირდება დასაცავად, მეტი არაფერი ამას საკეთებთ და ანერი გამართლება ახსნა არ ექნება. პოლიტიკური мотиваცია მხოლოდ და მხოლოდ სხვა მედია. ხო, არანაირი ისე თქვა რეალური ისე თქვა ამის უკან უსაფრთხოების არანაირი მოსაზრეები არ დგას, ხო? ხო, აი, ვის წინამდე კეთდება ეს რა მიზანს ემსახურება? შეიძლება წინააღმდეგ არ კეთდება, მაგრამ აქ რა ვიცი ლოგიკურად ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს თავში რა უდევთ და რეალური გეგმა რა არის, ხო? გაცხადებული მიზნები არის, რომ სამხედრო შესაძლებლობებს ზრდიან და სამხედრო აღმშენებლობა მიდის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? თუმცა რეალური მიზანი რა შეიძლება იყოს? ერთადერთი უკრაინაში ამ ადამიანების გამოყენება, თუმცა ესეც დიდი ეჭვის ქვეშ დგას, იმიტომ რომ დიდი რაოდენობის ჯარისკაცების მიწოდება არც აფხაზეთს, არც მით უმეტეს ცხინვალის რეგიონს არ შეუძლიათ და უკვე ისედაც ბევრი მიაწოდეს. და მეორე ის რომ სრულად ცხინვალის რეგიონიდან უფრო მეტი. ეს აიხსნებათ იმითი, რომ იქ უფრო გაჭირვება იქ. უფრო მეტად არის ინტეგრირებული ძალოვანი სისტემა და უფრო უჭირთ ფინანსურად ცხადია ცხინვალში ვიდრე აფხაზეთში. კი ბატონო. და მეორე ის რომ აი სრული ინტეგრაცია მოახდინონ ძალოვანი სამსახურების და უფრო მეტი კონტროლის ქვეშ ამყოფონ აფხაზეთის ტერიტორიაზე სრული კონტროლი განახორციელონ ყველა სფეროში. და პლუს ამას ესე თქვა ეს აფხაზებისთვის ესე თქვა თაფლკვერია რომ ხო უყურებთ თქვენ ჯარს რა თქმა უნდა მეცადინებთ და ასე შემდეგ და გულს უხარია რომ იტყვი ხო ალბათ მათ უხარიათ ეს ამბავი კი და ხო იმიტომ რომ ეხლა მოდი ვიტყვი თქვა ისეთი ინტენსიური და მასშტაბის ომი მიმდინარეობს უკრაინაში რომ სამწუხაროდ რომ იქ, რა ვიცი, 2-3000 აფხაზი ალბათ ბევრს ვერაფერს ვერ შეცვლის და 2-3000 მაქსიმუმზე მაქსიმუმია, ხო? აი, ჭუმეპარება რომ 2-3000-ზე მაქსიმუმის ხო? ანუ ვერაფერს ვერ იზამს, ვერაფერს ვერ შეცვლის რეალურად. თუ რა თქმა უნდა, ეხლა ვიღაცას კრემლში არ მოაფიქრდა რაღაცა საშინელი, რაღაც მზაკრული გეგმა, რომ აფხაზებს გენოციდი მოუწყოს ამ გზით, ხო? მაგრამ აქამდე იმედია საქმე არ მე აფხაზებს მიხვდებიან ამას, რომ ზონიკე 3000 აფხაზის გაგზავნა სპეციალური სამხედრო რა ქვია უკრაინაში, უკრაინის ტერიტორიაზე საომრად უკვე გენოციდი იქნება. გენოციდია ზუსტად. ხომ წარმოგიდგენია რომ ეს არის მოსახლეობის 5% დაახლოებით უკვე კატასტროფა. თან ყველანი მამაკაცები, თან რეპროდუქციულ ასაკში მყოფები და ძირითადად უშვილოები, ხო, რომლებსაც აი წინა უნდა გააგრძელონ უნდა გააგრძელონ ესე თქვა ერი, ხო, ამაში ასაკს, რომ ეგ კატასტროფა იქნება. 500 აფხაზის წაყვანაც კატასტროფა იქნება ალბათ. საერთოდ ერთი ადამიანის დაღუპვაც როგორც თორაში ანათომი.
კი ბატონო, ანუ იდეაში ხე იმედი და ვიქონიოთ რომ არ უყურებენ ამ ხალხს, იმიტომ რომ ისინი იყო ჩვენ მოქალაქეებად მიგვაჩნია, არ უყურებენ ამ ხალხს სასაკლაოზე გაშვებას უკრაინაში და ეს ყველაფერი ისახავთ მიზნად ისევ და ისევ მხოლოდ მათ ინტეგრაციას, მათ მეტ კონტროლის დამყარებას და მათ მოთაფლოს, რომ აჰა ბატონო თქვენი ჯარი აქვს ჩვენურად იწუთნება. და გუმბაც აქ აქტიურად იყო ჩამული ამ მწუთნებზე, ისე იდგა და იბარებდა პატაკს ადგილობრივი მეთაურებისგან. ხა ეგ ჯერ წესია საქმე და მე საქმეა საქმე ხო. მაგისთვისაც კეთდებოდა რომ ენახათ რომ აი გუმბა არის სრული, ასე ვთქვათ, ძალაუფლების მატარებელი ადამიანი. ის იბარებს ამ მწუთნებს. ის იბარებს არამხოლოდ აფხაზების რუსებისგან. აღლუმს ამ ტერიტორიაზე. ახლა გუმბა ვახსენებთ, ახლა ავტომატურად მახსენდება მე ერთად გუმბას როცა ვახსენებთ კირიენკო, იმიტომ რომ კირიენკოსნაირი ისე ვთქვათ კირიენკოსავით არც ერთი სხვა კურატორი კრემლიდან არ ყოფილა ასე ჩართული აფხაზურ პოლიტიკაში, ასე ინტენსიურად, ასე სიღრმისეულად და პრინციპში გარკვეული წარმატებებიც აქვს, ხო, აშკარად ჩვენ უყურებთ მას. ვინ არ გამოიცვალეს იქ კურატორებად, არა, საკმაოდ სერიოზული პიროვნებები გამოიცვალეს, რომელიც ერთი ჩამოთვალოთ. რომელიც სურკოვი ბოლოს და ბოლოს სერიოზული ფიგურა, ძალიან სერიოზული ფიგურა. ბარძინბა მისი ოზაკი ხო, ძალიან ბევრი სერიოზული კურატორი ყავდა აფხაზეთს. ეს ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთი რუსეთისთვის მაინც მნიშვნელოვანია, ხადი გეოგრაფია. მაინც არა, ძალიან მნიშვნელოვანია და მე სულ ვიმეორებ ხოლმე, რომ აფხაზეთი ეს არის მოვლენა, ადგილი, სადაც არსებობს ინტერესთა კალათა რუსეთის ფედერაციისა და ამ კალათაში არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ჩალაგებული პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, კრიმინალური ინტერესი და ფსიქოლოგიური ინტერესი აფხაზეთის. ფსიქოლოგიური შეჯგობის ხო? ფსიქოლოგიური ინტერესი ის არის, რომ მთელი საბჭოთა, გვიანდელი საბჭოთა ისტორიის მანძილზე აფხაზეთი იყო ყველაზე სასურველი ადგილი დროის ატარებლად, დასასვენებლად, ერთადერთი სენტიმენტალური ესეთი. სენტიმენტები გრძელდება, ბოლომდე გრძელდება. ახლა რამდენჯერ შეუხსენებიათ ჩემთვის რომ გაგრა პრინც ოლდენბურგის, ანუ რუსეთის იმპერატორის ბიძაშვილის და ეგ ისვენებდა სტალინი და ხრუშჩოვი და ასე შემდეგ. ხო და ერთხელ დაისვენა სტალინმა, მაგრამ ეგ არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის რომ მთელი საბჭოთა ელიტა დადიოდა იქ და როგორც პოლიტიკური ასევე კულტურული წერლები, კინოშემოქმედები, კომპოზიტორები, ყველას დასასვენებელი სახლი მანდ იყო. რუსეთის კი არა და ბოდიში, საბჭოთა კავშირის გმირების, აი გრეჩკოს, აგარაკი. ანუ სენტიმენტი მუშაობს და სენტიმენტის დამსახურებაც არის არამხოლოდ გეოპოლიტიკის, იმიტომ რომ შავი ზღვის სანაპირო რუსეთის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანია ცხადი აფხაზეთი. ასეთი სერიოზული კურატორები რო ეს ეხმარება და თანაც არ დაგვავიწყდეს რომ კირიენკო წარმოშობით აფხაზეთიდან 14 სკოლაში სწავლობდა და მას ბევრი რამ აკავშირებს არა მხოლოდ აფხაზეთთან, არამედ მოსკოვში მცხოვრებ ქართველებთანაც საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს და ნუ ყველაფერი ეს რა თქმა უნდა მოქმედებს. ეხლა ესე თქვათ, მოდი ნელა გადავიდეთ იმ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც აწუხებს აფხაზეთის საზოგადოებას და პრინციპი ჩვენთვის საინტერესოა. როდის შეეცდება კირიენკო რომ განახორციელოს აი ეს უმნიშვნელოვანესი რეფორმა თქვა თუ მოდი რეფორმა გულისხმობ იმას რომ აფხაზებს ბოლოს და ბოლოს მიაღებინოს რაღაც საკანონმდებლო აქტი რომელიც მისცემს საშუალებას რუსებს რომ შეისყიდონ იქ მიწა უძრავი ქონება და ასე შემდეგ. ჯერ მოდის ეცამით ჯერ მალე უნდა ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები. როგორ გონია ადგილობრივი არჩევნების მერე წავა მუშაობა ამ თემაზე რომ არ მუშაობა ახლაც მიიღეს. ეხლა მიდის მაგრამ მერე მიაღებინებენ საკანონმდებლო აქტს რომ აი რამდენად იქნება ეს საჭირო მოსკოვისათვის. ეხლა რა ეტაპზე ვიმყოფებით ჩვენ აფხაზეთში. კირიენკო ცდილობს რომ ნელ-ნელა მოთაფლოს და მოახდინოს ინტეგრაცია აფხაზების და მე მოამწიფოს სიტუაცია იმ დროისთვის, როცა ეს უმკინოდ მოხდება ეს საკითხი. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის ძირითადი მიზანი მისი აქტიურობისა. აფხაზეთი საინტერესოა, როგორც ვახსენე უკვე აი ინტერესების კალათიდან გამომდინარე და ანუ როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი, მექანიზმი საქართველოზე, შესაბამისად კავკასიაზე და შესაბამისად ყოფილი საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთ ნაწილზე გავლენის მოსახდენად. ახლა ეს მნიშვნელოვანი ელემენტია გეოპოლიტიკური მათ ხელში და მაშინ, როდესაც ძალიან შესუსტდა გავლენები ჩვენს რეგიონში და ჩვენ ვხედავთ აზერბაიჯან-რუსეთის, სომხეთ-რუსეთის და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს, გავლენების ზრდას დასავლეთისა და კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატებისა. თურქეთის ყოველთვის იყო აზერბაიჯანში და ყოველთვის იქნება. ეხლა უფრო მეტია. იქნება რასაკვირველია, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერი იქნება თურქეთი. და რამდენად ამის შესაძლებლობას მისცემენ ასევე ჩინური ინტერესები და ბევრი სხვა რამ არის, ახლა ჩვენ ვიცით რომ გეოპოლიტიკა არ არის
არც ერთი რეგიონი ცალკე არ დგას. ყველა რეგიონში არსებობს ინტერესები, რომელიც გადაჯაჭვულია და ამ ინტერესების ქვეშ ბევრი სხვა ინტერესები შეიძლება არსებობდეს, რომლის ბალანსით საბოლოო ჯამში ქმნის იმ სურათს, სადაც მშვიდობაა, სადაც ეს ბალანსი ვერ დგება, ანუ ამ ფონზე, როცა ესე თქვა, აზერბაიჯანზე სომხეთზე შესუსტებულია რუსული გამონაცხადია, რუსეთი შეეცდება, რომ ეს დასუსტება თავის პოზიციების და აბალანსოს და აკომპენსიროს აფხაზეთზე მეტი კონტროლით, ხო? მე არ ვიტყოდი რომ მხოლოდ ამით შეეცდება, ვიცით რომ სომხეთში არც სომხეთში შეეშვება ცხადი ხმა. არც აზერბაიჯანს შეეშვება, მაგრამ აზერბაიჯანში ბევრად უფრო რთული იქნება აზერბაიჯანს რო არ შეეშვება, ამას მოწმობს თუნდაც ისიც რომ შეხვედრა ჩატარდა ალიევსა და პუტინს შორის, სადაც პუტინმა ჰოის აოცრებავ და ბოდიში მოიხადა. ნუ ხალხად ბოდიშს არ გავდა, მაგრამ ბოდიშსაც გავდა. ამაზე მეტი ხო რა უნდა ეხლა. ხო, არა, ნუ მოთხოვნა სხვა იყო. ამას მეტი რა. მოდი ეხლა არაერთხელ ვახსენეთ, ხო, ეს შავი ზღვის სანაპირო, უკრაინის ომი, ოჩამჩირის საკითხია ძალიან საინტერესო. ნუ ნაწილობრივ ოჩამჩირე იდეაში უნდა ჩაანაცვლოს სევასტოპოლის სამხედრო ბაზაზე, ნაწილობრივ, იმიტომ რომ ეხლა სევასტოპოლის ბაზის მასშტაბი და ოჩამჩირის ვიცით რამე ამაზე? ხდება ათვისება? არაფერი არ ვიცით, მე არ ვიცი არაფერი, შეიძლება სპეციალურმა სამსახურებმა იციან, მაგრამ მე არაფერი არ ვიცი, ბევრჯერ შევეცადე, რომ რაღაც გამერკვია. ყველა აფხაზეთშიც, მათ შორის პირველ რიგში ძალიან სკეპტიკურად არის განწყობილი ამ პერსპექტივებთან დაკავშირებით. რაც არ უნდა მოინდომონ ოჩამჩირის ბუნებრივი პირობები არ იძლევა შესაძლებლობას ნაწილობრივ ჩაანაცვლოს, რომ ჩაანაცვლოს, სერიოზული წილით ჩაანაცვლოს, თორე რასაკვირველია მას არა ჩანაცვლების, არამედ თავისი დამოუკიდებელი სამხედრო ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს და ჩვენ გვახსოვს ახლა 2000-იანების დასაწყისში რუსეთის ფედერაცია ძალიან ცდილობდა რომ თავისი კონტროლი ლეგალურად დაემყარებინა, იქ დაეღრმავებინა და ნუ ეწარმოებინა ის სამუშაოები, რომელიც მას სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით სჭირდებოდა. გაგახსენებთ ასევე იმას, რომ ავაქსმა რომ გადაუფრინა აფხაზეთის ტერიტორიას, ერთ-ერთი ადგილი, რასაც გადაუფრინა, სწორედ ოჩამჩირის პორტი იყო და რუსეთის მხრიდან როგორი უკმაყოფილება გამოიწვია აფხაზეთის ტერიტორიაზე, აი ამ საფრენი აპარატის, სადაზვერვო საფრენი აპარატის გადაფრენამ, რომელმაც ისეთი რაღაცები აღმოაჩინა, რაც რუსებს არ უნდათ რომ აღმოეჩინა, ხო? ასე რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე, როდესაც ინტერესების კალათაზე ვსაუბრობდი, ვთქვი, რომ სამხედრო ინტერესია ერთ-ერთი და მათ შორის ის სამხედრო ბაზები, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებობს. და რომელიც უამრავია 23 სამხედრო ბაზა იყო ამ 3 თუ 4 წლის წინ და მე მახსოვდა 22 და როდესაც პირად საუბარში ვესაუბრებოდი და ვუთხარი რომ ადგინდათ ამდენი სამხედრო ბაზა თქო сколько ты думаешь მithmet კი 22 გაეცინათ და 23 ვგალი დაბავილი еще одну ხო, ну აი გალში ყოფნას რა აზრი ერთი აიხსნება ეს. ნუ გადანაწილებულია მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე და ხა ეს სამხედრო ბაზები არ არის დაკავშირებული საქართველოს მხრიდან მომავალ საფრთხეზე ისევ და ისევ ბრჭყალებში ვიტყვი. აქ ისეთი ძალის კონცენტრაცია იყო მანდ მომხდარი უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების წინ, რომ ის აშკარად არ იყო მიმართული საქართველოს შეიარაღებული ძალების მხრიდან მომდინარე რაიმე საფრთხეზე. ისევ როგორც ცხინვალში არსებული სამხედრო კონტინგენტი არ არის ორიენტირებული საქართველოს მიმართ რაიმე ოპერაციების. საჭიროების შემთხვევაში ბევრად მეტიც შეუძლია, მაგრამ ნუ აშკარაა რომ მას სულ სხვა მიზნები და ამოცანები აქვს დასმული. ნაიმეს სიუპრიზებს ალბათ არ უნდა ველოდოთ წესით ახლა იქ ადგილობრივ არჩევნებზე, ხო? როგორც ჩატარდა ბოლოს ეს არჩევნები და თორნიკე ნებისმიერი პოლიტიკური რყევები აფხაზეთის პოლიტიკურ ელიტას საქართველოსკენ ვერ გადმოხრის. კი ბატონო, ამას არც გულისხმობ. მე გულისხმობ, როგორც ახლა ადგურ არძინბამ შეარყია ერთი წლის აფხაზეთის სერიოზულად, აფხაზური ისე თქვა პოლიტიკური ლანდშაფტი შეარყია. რა თქმა უნდა ის არ იყო პროქართული ხო არძინა ყველა ვიცით რაღაც დონეზე კავშირები ქონდა თურქეთთან შეიძლება ეს არის და ეს რაღაც დონეზე ხო არის ვარიანტი რომ ვიღაცამ ასე შეარყიოს ეხა ადგილობრივ არჩევნებზე ადგილობრივ არჩევნებზე არ ჩანს პოლიტიკური ძალები ჯერ რომელთაც ამის შესაძლებლობა აქვთ მაგრამ აი კირიენკოს ასეთი ხშირი სიარული აფხაზეთში მიანიშნებს იმაზე რომ აფხაზეთში არსებული პოლიტიკური და de facto სახელმწიფოებრივი სტრუქტურა ისეთ ძლიერადაც ვერ გრძნობს თავს, როგორც მათ უნდათ რომ იყოს. ნუ საჭიროა სულ კონტროლი, ხელით კონტროლი, რუჩნუი რო იტყვიან. მანუალური კონტროლიო ეს. ეს არის ერთ-ერთი ახსნა იმ სამხედრო წვრთნებისაც, კირიენკოს ხშირი სიარულისაც,
იმიტომ რომ გუმბა არ იყო ისეთი ძლიერი პოლიტიკური ფიგურა. ის ვერ დაიჭერ სიტუაციას. ხო, არავინ იცის, შეიძლება დაიჭიროს, ახლა ისტორიაში გვაქვს ამის მაგალითები, როდესაც მოდი ესე ვთქვათ, უკაცრიელი ძლიერი ფიგურა ანქვაბი ბანანს ვერ დაიჭირა სიტუაცია. ბევრად. აუყირავეს იგივე ბაღაფში, იგივე აუყირავეს ჩვეულებრივ სიტუაცია. ხაჯიმბა, რომელიც, ახლა თავის დროზე უშიშროების ოფიცერი თანამდებობებზე იყო, თავდაცვის უშიშროების მინისტრი იყო და სერიოზული გავლენებით სარგებლობდა და კარგი ურთიერთობებიც ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ალბათ გუმბაც სწორედ იმიტომ იყო შერჩეული, რომ ის ბევრად უფრო მართვადი იქნებოდა, იმიტომ რომ ისეთი ძლიერი არ იყო, როგორც მისი წინამორბედები. ხო. და ამიტომაც კურატორი ახლა უფრო აქტიურია, იმიტომ რომ ადგილობრივი მეფის ნაცვალი სუსტია ძალიან. ასე გამოდის არა? ხო, ეს არის ერთ-ერთი ვარაუდი. ახსნა, რომელიც ლოგიკურად ხსნის და თვალსაჩინოს ახდენს რაღაც მომენტებს. თუმცა, ისევ და ისევ ჩვენ საქმეში 100%-ით დარწმუნებული არაფერში შეიძლება იყოს. ბოლოსკენ ეკონომიკური ვითარება, რაც ალბათ საერთოდ ზოგადად ყველაზე მნიშვნელოვანი, ხა მარქსისტი არა ვარ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი მან ჯიბისკენ მიდის, ხო? თუ ჯიბიც არიელი გაქვს, მაღალფასეულობებზე ლაპარაკიც ვარ, იყოს მეტია რა. მარქსი კუჭისკენ ვამბობდა. კი ბატონო, ხო. კუჭი, ხო, კუჭი იყოს, ხო. ჯერ კუჭი, მერე ჯიბე და თავარი კუჭია, ხო და აი ამ ხრივ სიტუაცია შეიცვალა უკეთესობისკენ, ამ გუმბას და კერიკოს აქტიური ჩარევის ფონზე, თუ არაფერი გადამოწ არის. შეუძლებელია რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს მაშინ, როდესაც ესეთი გაჭირვებაა რეგიონში მთლიანად. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკური განვითარება უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საკმაოდ გაუარესდა. რუსეთშიც შენელდა სერიოზულად ეკონომიკური ზრდა. რუსეთში ეკონომიკური ზრდა შენელდა, მაგრამ ძირითადად შენელდა სამოქალაქო პროდუქციის გამოშვებაში. სამხედრო იქ და სამხედროს ციფრების ხარჯზე რუსეთის ეკონომიკური ზრდა, აქვს, მაგრამ სამხედრო არ არის აფხაზეთში არანაირად წარმოდგენილი. და გადარიცხვები მოსკოვიდან აფხაზეთის ბიუჯეტში ეს გრძელდება ჩვეულებრივად. ჩვეულებრივად ხდება, თუმცა იქ სხვადასხვა წყაროები, სხვადასხვა ციფრებს გვაწვდიან და ამიტომ ვერცერც ვერ ვენდობი და ვერც მეორე. მათ ეგონიათ რომ მართლები არიან. მე არ ვუშვებ იმას რომ მატყუებენ, მაგრამ ხო. თუმცა ის რომ დამოკიდებულები არიან ესეც საინტერესოა რომ არავინ არ იცის ამდენი გადარიცხვა, ესეც მნიშვნელოვანია ბევრ ამას მეტყოლებს, ხო? ანუ ხო, რა თქმა უნდა, ოფიციალური ციფრები გაუმჭვირვალე კორუფციის მე იქ ხომ არ არის ერთი რაღაცა კონსოლიდირებული ციფრი, რომელიც უნდა გადაირიცხოს. იქ ბევრი მიმართულებით სხვადასხვა სფეროების თანახმად. კიდევ უფრო გართულებული რომ ბევრი ფული მოიპარონ, გასაგებია. არ ვიცი, ახლა ეს ამისთვის არის თუ ამისთვის არ არის, მოდი. ბევრჯერ მაქვს ნათქვამი. ალბათ ხელს უწყობს მაინც უფრო. გართულება უფრო ხელს უწყობს ხადია ფულის მოპარვას, ხო, იდეაში, კი ბატონო და ეს არის. რო შევაჯამოთ ახლა ჩვენ მაინც იმედი უნდა ვიქონიოთ რომ ეკონომიკური ინტერესები საკმაოდ მძლავრი იქნება იმისათვის რომ სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებას და განვითარებას შეუწყოს ხელი, იმიტომ რომ ეკონომიკური ინტერესი მეც არა ვარ სუფთა მარქსისტი, მაგრამ ვხვდები იმას რომ ეკონომიკური ინტერესი მნიშვნელოვანესი პროექტები ინსტრუმენტია და ის დაეხმარება არა მხოლოდ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენას, ნდობის ვთქვათ გაძლიერებასა და რაღაცა კონფლიქტის ტრანსფორმაციას, არამედ უпроშორსაც შეიძლება წაიყვანოს სიტუაცია, იმიტომ რომ აფხაზეთი არ არის მხოლოდ ლოკალური ეკონომიკური ინტერესის საგანი, ის შეიძლება ბევრად უფრო დიდი ინტერესი. გეოგრაფიიდან გამომდინარე თუნდაც. ბატონო, გეოგრაფიიდან რასაკვირველია, პირველ რიგში. კი ბატონო. და ბოლოს შევაჯამოთ დაჩქარდა რეალურად აფხაზეთის გადაყოლაპის პროცესი თუ რეალურად მიდის ჩვეულებრივი ტემპით როგორც მიდიოდა აქამდე. მე მგონი ჩვეულებრივად მიდის და ამას ამ ჩვეულებრივად რომ მიდის იმას ხელშეუბრ დაჩქარებას ხელი შეუშალა უკრაინაში მიმდინარე ომმა, იმიტომ რომ ამ ომმა ყველას და ყველაფერს ხელი შეუშალა. ნებისმიერი იმ პროცესის განვითარებას შეუშალა ხელი, რომელიც რუსეთის გასუდარსტვენიკული, ასე ვთქვათ, გადმოსახედიდან შეიძლებოდა სასარგებლო ყოფილიყო მათთვის. ბევრი სხვა რამ შეიძლება. მათ შორის დააკარგინა კონტროლი ეგერ სომხეთზე და ასე სირია და რა ვიცი, ბევრი რამეზეა საუბარი, უამრავი რამ არის რა. ევროპასთან დააკარგეს კონტაქტი, რომელიც პირველი მყიდველი იყო მათი ენერგომატარებლების და მათი ეკონომიკური უსაფრთხოების, კეთილდღეობის წყარო პირდაპირ. ასე რომ, რა ვიცი.
არ ჩაჩქერებულა, ეს უკვე კარგია. როგორც იტყვიან, ცუდი ახალი ამბების არარსებობა უკვე რაღაც უკვე კარგია. დიახ, ძალიან მადლობა. ნუ, როცა აფხაზებს საუბრობ, ცხადია, ძალიან ბევრ სამწუხარო ფაქტზე გვიწევს ოპერა, არც თუ ის დამოიმედებას, მაგრამ რეალობა რაც არის, ეგ არის. ჯობი ვიცოდეთ რა არის რეალობა, რომ იქნებ მოვიფიქროთ მე ამას რა მოუხერხოთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ჩვენი გადაცემა რა თქმა უნდა ისევ დაბრუნდება. მადლობთ.